გამარჯობა. დღევანდელ პოდკასტში სტუმრად მოვიწვია ჩემთვის საყვარელი ადამიანი ნიკა გოგოლაძე. რუბრიკაში კაცია ადამიანი. ვინც ნიკას იცნობს, მან იცის, რომ ამ რუბრიკაში ყოფნას იმსახურებს, ის ნამდვილი ადამიანი არის. ნიკა არის ქველმოქმედი, რამდენიმე წელია, პრინციპში ბავშვობიდან, სადღაც 16 წლიდან შეუდგა ამ საქმიანობას, ახლა უკვე 27 წლის მოწიფული მამაკაცია და შეიძლება ითქვას, რომ თავი აქვს გადადებული სხვა ადამიანების მხარდასაჭერად. ნიკა ეხმარება ძალიან გაჭირებულ ადამიანებს, ვინც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რაიონში თუ არა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, მოხუცებს, ბავშვებს, სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გადასახადებს უგროვებს ხოლმე. ნიკა არის ადამიანი, რომელსაც აუშენებია არაერთი ადამიანისთვის სახლი. ნიკა არის ადამიანი, რომელიც დღემდე უვლის დავრდომილ მოხუცებს და მართლაც, არ ვიცი, სიკვდილისგან უხსნია არაერთი ადამიანი და ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ამ რუბრიკაში ყოფნას იმსახურებს და მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს მის შესახებ. ძალიან მიყვარხარ. და როცა გაგიცანი შენ სკოლის ასაკში ყოფნის დროს, მაშინ როდესაც მუშაობდი ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში, მაშინვე ვიცოდი, რომ ძალიან დიდი ადამიანი იყავი, იმ შენი სულისკვეთებით და სიცოცხლისადმი დამოკიდებულებით. თუმცა, შენ როგორც გააგრძელე შენი ცხოვრება, ეს ჩემთვის მაინც ძალიან მოულოდნელი იყო, ეს მასშტაბი. აი ეს გულმოდგინება, რაც შენ გააქვს სხვა ადამიანების მხარდაჭერაში, ძალიან უცხოა ზოგადად ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის კიდევ უფრო მასშტაბური, ვიდრე ვინმეზე ეს მსმენია და გამიგია და შენ ხარ ჩემს გარემოცვაში, მართლაც ჩემს თვალწინ გაზრდილი ბიჭი, რომელმაც აი ესეთი ცხოვრება შექმნა. ელოდი თუ არა თვითონაც, რომ შენი ცხოვრება ეგრე გაგრძელდებოდა, მოდი პირდაპირ გადმოვალ და გემრიელად ვილაპარაკოთ ნიკ. დასო პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო შენ მოწვევისთვის და მინდა წარმატებები გისურვო ახალ წამოწყებაში. ანუ შენზეც ეჭვი არ მეპარებოდა რომ ისეთი ადამიანი ხარ, ისეთი შემდგარი ადამიანი ხარ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ, მოდი ეს დავთქვათ, იმიტომ რომ ამდენი წელი ერთად მოვდივართ. იცი, მეც არ ველოდი ამ მასშტაბზე რომ გავიდოდით, იმიტომ რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანის იმედები ვართ ლაგოდეხელები, მარტო ნიკას სახელი არ უნდა ფიგურირდეს, იმიტომ რომ ზოგადად სიკეთის რეგიონი გახდა ჩვენი ლაგოდეხი, იმიტომ რომ ვისაც როგორ შეუძლია ერთმანეთს ისე ერთიანდებით და ერთიანდება მთლიანად საზოგადოება. მარტო ნიკა არ აკეთებს ამას, ამას აკეთებს ნიკას უკან მყოფი ადამიანები, რომელსაც ლაგოდეხელები არ იცნობენ და ეს დაფარულად და ჩუმად აკეთებენ ამ ყველაფერს. იცი მე რა მაინტერესებს? 16 წლის იყავი დაახლოებით, როდესაც პირველად დაიწყე რაღაც საქველმოქმედო აქტივობების კეთება, მახსოვს ხო? ხან ალილოს აკეთებდი, ხან ტასაცმელებს აგროვებდი. აი, მაინტერესებს რა გაძლევდა ამის, ასე ვთქვათ, შთაგონებას, რომ ეს უნდა გაგეკეთებინა. დასო შთაგონება პირველ რიგში იყო ალბათ უფრო ჩემი ბავშვობა. მე მინდოდა ყოველთვის ის რაც მაკლდა, არ განეცადა სხვა ბავშვებს. თქვათ სათამაშოს ნაკლებობა არ მინდოდა რომ ყოფილიყო ამის დეფიციტი ჩემ როცა გავიზრდებოდი მე ყველა ბავშვს უნდა ქონოდა აუცილებლად სათამაშო. ყველა ბავშვი უნდა წასულიყო ექსკურსიაზე. აი ეს იყო პირველი мотиваციის წყარო. რომ ვყურებდი რომ ბავშვებს როგორ უნდა რომ ქონდათ თქვათ მოდი ეს თქვათ დავარქვათ ერთი ხელი ტანსაცმელი ახალი სკოლაში წასასვლელად. ამ ყველაფერს აი რაღაცნაირად ჩემ თავზე ვაიგივებდი და სწორედ ამიტომ ამან განაპირობა რომ აი ესე გაკეთდა ყველაფერი და ესე მოხდა. და აი უფრო მასშტაბურად საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთე, როგორც ვიცი, COVID პანდემიის პერიოდში, ხო? კი. მაგ დროს უკვე ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან ესე აქტიურად აღარ კონტაქტობდით, გულისხმობ იმას, რომ ფიზიკურად სხვადასხვა ადგილას ვიყავით. და აი რა მოხდა მაგ დროს ეგ მომიყევი რა, აი როგორ გადახვედი, რაღაც პლატფორმები გააკეთე, ადამიანებს მხარდაჭერას თხოვდი სხვა ადამიანების გასაერთიანებლად და ასე შემდეგ. აი ეს უფრო დიდი მასშტაბები რომ მიეცა შესაქმნელობას ეგ მომიყევი რა. COVID პანდემიის დროს მეგონა რომ სამყარო გაჩერდა. იმიტომ რომ ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი შეუწყვიტეთ ჩვენ. და როდესაც უკვე სოფელში დავინახე ის სურათი, როგორი მძიმე სურათი იყო, კომუნიკაციის ნაკლებობისა, უკვე გარეთ გასვლის ეშინოდათ მოხუცებს, განსაკუთრებით გამორჩეულად მიყვარდა მოხუცები და ალბათ ეს ჩემი ბებიებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე მყავდა არაჩვეულებრივი ბებია, დიდი ბებია, რომელიც გამორჩეულად ზრუნავდა ჩემზე და არ ვიცი, საოცრად მახსოვს ეს ადამიანი და ალბათ მეთქი სულ მაგას ვამბობ. აქედან გამომდინარე მიყვარს მოხუცები და პირველად თუ ჩამოვედი სოფელში და ვნახე რომ სტუდენტი ვიყავი და ამას გულისხმობ ჩამოსვლას და ვნახე რომ როგორი რთულ მდგომარეობაში არის მოქცეული ჩემი სოფელი ძალიან განვიცადე
და სამი მეგობარი ვიყავით მაშინ ერთად გაერთიანებულები, რომლებმაც თქვით, რომ მოდი ვნახოთ ესე მოხუცები, მრავალშვილიან ოჯახები, ხა მუშევრობა გახდა კიდევ ერთი პრობლემა, იმიტომ რომ დაიკეტა ყველაფერი ფაქტობრივად, ხომ არ ჭირდება ჩვენი რესურსის დახმარება, ვთქვა, ჯერ სამეგობრო წრეში ვაკეთებდით ხოლმე პატარ-პატარა სიკეთეებს, იმიტომ რომ ვისაც როგორ შეეძლო იქ პროდუქტი პური რაღაც ერთად ავაგროვებდით, მიუტანით, მაგრამ ყოველდღურად უფრო და უფრო იცვლებოდა სურათი. ანუ ადამიანები მრავლდებოდნენ და იმაზე მეტი იყვნენ, ვიდრე თქვა გქონდა პროდუქტი იდეაში. იმიტომ რომ რიცხვი იზრდებოდა, ამისთვის რაღაც უნდა მომეფიქრებინე ისეთი, რითიც ამ რიცხვს შევამცირებდით და რაღაცნაირად ფიქრობდით, რომ ერთჯერად დახმარებას გავუწევთ. მოვიფიქრე ესეთი რამე, რომ შევქმნი პლატფორმები, ეს იყო social ქსელში ჩემი გვერდი, ბლოგი, ასევე იყო TikTok პლატფორმები, რომლებიც აქტიურად სარგებლობდი მაგ პერიოდში და უბრალოდ ამ თანხმობით, რა თქმა უნდა, თუ შეგიძლიათ რომ აი თქვა თუ გამოუჩდეთ, ნებართვას ვიღებდით, თუ შეგიძლიათ რომ გამოუჩდეთ და გამოუჩდეთ, მოდი რაღაცა პატარა მოწოდებები გავაკეთოთ, იმიტომ რომ ახლა თან ესე შეიძლება არ დაგიჯეროს ადამიანმა, რომ შენი ანგარიშის ნომერი მივუთ და მოდი ახლა ამ ადამიანს დავეხმაროთ. ცოტა არარეალურია, ხო? რაღაც დამადასტურებული საბუთი უნდა გქონდეს. და სწორედ აი ამ ვიდეო ფოტო მეშვეობით ჩვენ ძალიან დიდ მასშტაბებს გავსდით. და თან ტასო არ შემიძლია არ თქვა ის ფაქტი, რომ ესეთ დროს ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი, მე თითოეული ოჯახიდან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი და მაშინ კიდევ უფრო მეტად დავაფასე ჩემი ბავშვობა, იმიტომ რომ თურმე მე ბევრი რამე მქონდა იმასთან შედარებით, ვიდრე ვთქვათ რაღაცა მე გაცილებით იმ პერიოდში სხვანაირად აღვიქვავდი რაღაცეებს. ხო და რომათ ვისაც ეხმარებოდი, ხო? დიახ, ვისაც ვეხმარებოდი, სხვანაირი სურათი იყო. ვხედავდი როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, როგორ იყო მართლა სამყარო გაჩერებულები მათთვის. თორე ჩვენთვის არ ყოფილა სამყარო გაჩერებული. რატომ ვაფიცი ამას, როგორც კი შევედი ერთ-ერთ ოჯახთან, მე ესეთი სიმძიმის გაჭირვება ვნახე, მხოლოდ და მხოლოდ ამ ოჯახთან, ამ პირველი როცა ეს ემოციური ფაქტორი მქონდა. შევედი ვხედავ როგორ აწვიმს ორ ბავშვს თავზე, იმიტომ რომ სახლი არ იყო, ის იყო ნანგრევები ჩვეულებრივი, კედლები ყველა მხრიდან გახეთქილი იყო და ბავშვები, ანუ ამ ფონზე არ საუბრობდნენ საერთოდ. ანუ კომუნიკაციაში არ გამოდიოდნენ, ამაზე არის დაახლოებით 8-9 წლის ბავშვი. უკვე საკმაოდ დიდები იმისთვის, რომ შენთან კომუნიკაცია დაამყაროს. და მაშინ თქვი მე, რომ შენ კიდევ უნდა გაცდებ მასშტაბებს და გავწდით. და როგორ მოდიოდნენ ხოლმე ეს ადამიანები შენამდე? ეს ინფორმაცია როგორ მოდიოდა შენამდე? ვისაც ეხმარებოდი? იცი როგორ იყო? თავიდან ჩვენ თვითონვე ვიძებდით ხოლმე სოფელში ვაბარებდით ხოლმე და მე ხო არავინ არის ისეთი, ვისაც ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, ანუ წყალი ან პური ან რაღაც ხომ არ უნდათ ისეთი, რითაც ძირით დავეხმაროთ. მე უკვე სოციალური ქსელები სწორედ მამაშის დაგვეხმარა, რომ მასშტაბებზე გავედით, რომ ესე რაღაცა კი აღარ ვკითხულობდი სოფელ რა. აქეთ წერდნენ, გვეხმიანებოდნენ იქ ახლობელი, თვითონ მეზობელი და იდეაში ამ ადამიანებმა საერთო სანაცნობო წრემ გადაარჩინა, დღეს ერთმანეთი გადაარჩინეს. კი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ხოლმე და არის ხოლმე, ხო, ჩართული ამ პროცესში გარდა იმისა, ვინც თანხას გირიცხავს, თუნდაც ეს ადამიანები, რომლებსაც მე შენეგულები და თან თავის მეზობელზე, არ ვიცი, შეიძლება ოჯახის წევრზეც მიგითითება, რომ დაეხმარო. აი, ელოდებოდი, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანებს ასე ძალიან უჭირს და ასე იტანჯებიან? არა. აი, მე შენი ისტორიები, რაც მაქვს ნანახი, მართლაც ძალიან ბევრი ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, რომ აი, ეგენი რომ ჩვენს გვერდით თანაცხოვრობდნენ და ამის შესახებ რაღაცნაირად არ ვიცოდით, აი, დანაშაულის შეგრძნებები მქონდა ხოლმე, რომ აი, როგორ ხდება, რომ ჩვენს გვერდით პარალელური სამყარო არის, აი, ამ დონეზე გაჭირვება. და შენთვის ეს ემოციურად აი ახსენე რა. ხო. აი, გადაიარე ალბათ, ხო, ეგ კრიზისი მგონია უკვე, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით ხოლმე მე მაგ ყველაფერზე. აი, რა იყო ეგ გარდამტეხი, რომლის დროსაც შეიძლება ისე აღარ ნერვიულობდი და გეშინოდა ხოლმე. ყველაფერი ზოგადად მიჩვევა ცხოვრებაში. თავიდან რაღაცას იღებ ძალიან რთულად და მე უკვე ეჩვევი. რთულად მივიღე და ის გონებიდან არ ამომდის ის ფაქტი, პირველი ჩემი დიდი ამბავი, როცა ამ ბავშვებს წეხარაც ვახსენე, ეს სელფონ გადაფარებული თავზე ბავშვები, როგორ ებრძოდნენ უამინდობას, როგორ იყვნენ თქვათ იმ სახლში ქვეწარმავლები და ასე შემდეგ, კატასტროფა იყო ეს და ამაზე 3, 4, 5, 6 და დღეები სულ ესე ვიდექი და ვფიქრობდი, რა შეიძლება რატო? თან კითხვა მქონდა მუდმივი ეს.
ძალიან ნერვიულობდი, მართლა არ ვიცი ეს გამორჩეულად ჩემო მეგობრებმა იციან, იმიტომ მე არ მიყვარს ესე დავჯერ და ყველაფერზე ვილაპარაკო, რომ აი ამაზე ნერვიულობ, იმაზე მიჩვენე ხოლმე რომ არა პირიქით და თან სულ ჩემ თავს ვილაპარაკებოდი, რომ შენ უნდა შეძლო, შენ უნდა გადალახო. გადავლახე ჩემ და სამწუხაროდ. და რატო? ვიქეცი ქვად. სულ მაგას ვამბობ ხოლმე რომ ესე ვამბობ იდეაში რომ ქვად ვამბობ, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, გადატანით მნიშვნელობით, თუმცა ეს სხვისთვის. იმიტომ რომ არ მინდა რომ სხვა თქვა ეს ემოციები როგორ თქვა განიცადოს რაღაცნაირად, ხო? მიჩვენია რომ ისევ ჩემთან მქონდეს, თორე იდეაში მე ყოველ ახალ ადამიანზე ხელახლა ვკვდები და ვცოცხლდები. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი შეიჭიდო ყველგან თქვა ხოლმე როცა ბევრი წლები ვართ ხოლმე ვატარებ და მე უცებ გარდაიცვალა. აღარ არის. აი ეგ მე ვაწერ ხოლმე ესეთ რაღაცას დასო რომ ჩემი გულის რაღაც ნაწილი დასრულდა. მესმის. იმიტომ რომ როცა იყურებ ადამიანს მე ძალიან რთულია მის წასვლა. ხო, შენ მაგითაც გამოირჩევი რომ ადამიანებთან აგრძელებ ურთიერთობებს. ეხლა რამდენი ვინმე არის, ზოგი გარდაიცვალა, მეც ხო ვიცი მათ შესახებ, რა ვიცი, საღამოობით ჩამოუვლიდი ერთი მოხუცის სახლიდან მეორე მოხუცის სახლში გადადიოდი და შენი ეს საღამოს რუტინა, რა ვიცი, ძალიან გვიან ღამეს სრულდებოდა ხოლმე, ხო და ვიღაცები გარდაიცვალნენ, ვიცი და ეხლა აი რამდენი ადამიანი არის, ვისაც ესე ყოველდღე რაღაცა ყურადღების მიქცევა სჭირდება. ეხლა დაახლოებით ალბათ 7 ადამიანი მაინც ყავს ვის ყოველდღიურად როგორც მინიმალურს გეუბნები 7 ყოველდღიური კომუნიკაციისთანაც მაქვს და ვისაც ჭირდება იდეაში. იცი რა შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთო ვერ უშველო ადამიანს, მაგრამ მისთვის ერთი რაღაცა იმედის ნაპერწკალს რომ ჩასახებ ყურში, იცი რა მაგარი რაღაცა არის ეს? აი საოცარი შეგრძნება არის რომ ის იმედიანად არის, იმიტომ რომ შენი იმედები, იმიტომ რომ ამდენი წელია, ყველაფერზე რომ ნიკა ხარ, მისთვის ხარ ღმერთი, ჩემი მოხუცები ესე მეძახიან, ჩემი ღმერთი მოვიდა. და იმიტომ რომ მათთვის ხარ როგორც მართლა უფალი, იმიტომ რომ ცოტა ეხლა სულია ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ მოხუცების იმას ვამბობ, რასაც თვითონ ამბობენ. იმიტომ რომ იმედები, შენ კი იციან რომ თვითონაც რაფერი არ შეიცვლება ამით, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი აღარ უკეთესობისკენ აღარ წავა, მაგრამ სამაგიეროდ ის ფსიქოლოგიური მომენტი აქვთ, რომ ძლიერად უნდა იყვნენ, რომ არ უნდა გაწყდნენ, რომ უნდა იწამონ უფლის, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად დასრულდება და ნუ ეს ამართლებს ხშირ შემთხვევაში. დღეს ახლა აპარატზე არის ერთი ქალბატონი, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს, მთელი ლაგოდეხი გავერთიანდით, მისთვის ხეროვანი უჯრედები გადაუნერგეთ და საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს, შეიძლება თქვას რომ კრიტიკულია, მაგრამ ყურში მუდმივად იმას ჩავძახი, რომ შენ იცი კარგად იქნები და მიღიმის. და ჯერა. კი, კლინიკაში. და ჯერა ამ ყველაფრის. რომ ის აუცილებლად გადალახავს ამ ყველაფერს. და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრად მე უფრო უმჯობესდებათ ეს ადამიანებს და მათ შორის ჯანმრთელობაც. აქ გალიებებო რომლებიც გადარჩენის შანსი არავის არ ეგონათ ასო. გალიებებო ხო საერთოდ. ფსიქოლოგიურად იმდენად დავარწმუნეთ რომ ხალ შეუძლია რომ გადარჩეს, გადარჩა და დღეს იდეალურად გამოიყურება. კი, აი ძალიან ლამაზი, ანუ არ დამოვიწყდება ეგ კადრები. იმდენად ბევრი ისტორია გაქვს ახლა რო გითხრა ახლა ვისაც ყვები ღეროვანი უჯრედების გადანერგვაზე ცოტა არ მახსოვს ანუ იმდენად ინტენსიურად იპოსტება შენს ბლოგზე ეს ამბები რომ ყველაფერს ვერც მე ვრიცხავ და ვერც მე ვაქცევ ყურადღებას მაგრამ ამას წინათ ანუ გალიაზეც ვსაუბრობთ ისე კიდე ერთ მოხუცემი და კითხვა ეს გალიას ისტორია ვიცი რა რომ აი რაღაც საოცარ პირობებში ჩაწოლილი ლოგინში ვინ გითხრა მაგის შესახებ მეზობლებმა და ცხოვრობდა თან აქვე არ დაგავიწყდეს საცხოვრობდა ეგ გალია ნინიგორში ცხოვრობდა და როგორი სახლი იყო იცი? ქოხის სახლს ვერ დავარქმევ იმას. საქონლის სადგომი, ჩვეულებრივი, ერთი ოთახი, სადაც არანაირი პირობა არ იყო იმის და თან პლუს ამას ალბათ ნუ აი მხოლოდ პურით ვექნებოდა ნაჭამი. საჭმელი ერთი ალბათ 2 თვე ესე აქტიურად თვითონ ამბობს ამ ყველაფერს მე არ ვიცი, ვერ დავადანაშაულებ ვერავის. სად იყო მედიცინა ხო სად იყო მეზობელი ნუ არ ვიცი მე არ დავადანაშაულებ არავის მე რაც ვნახე იყო ის რაც იყო 21 საუკუნეში დაუშვებელი ეს იყო მათ შორის ჩემი შეცდომა იმიტომ რომ მეც ლაგოდეხელი ვარ და ყველა ლაგოდეხელი შეცდომა იყო რომ ეს მოგვივიდა ჩვენ ხო ნუ აი ეს ინფორმაციები მოკლედ არ ვრცელდება ხოლმე რა რო ეგულებოდი ადამიანებს ადგენენ და შეგეხმიანენ ესეც რაღაცას ნიშნავს ეს ძალიან დიდი შეღავათია მისთვის ხო გალიაზე ვამბობდი რომ აი ეს კადრი ხო როგორ წევს რაღაცა ძალიან ბევრი მასში საბანში იმიტომ რომ არანაირი სითბოს წყარო არ ქონდა უკვე აი ჭუჭყიანი სახე რაღაცა საცოდავი და გალია ეხლა
არ ვიცი, ხა ნიკას ბლოგიდან მოკლედ შეგიძლიათ რომ შემოწოთ, ნუ გალია ძალიან პოპულარულია მოკლედ რა და არის ულამაზესი ქალბატონი და რომელსაც აუშენე სახლი ხო და მასთან კიდევ ის ბიჭი რო ხო ნიკას რომელსაც ნუ ჯანმრთელობის ძალიან ბევრი პრობლემა ახალგაზრდა ბიჭი არის და ასე არ ქონდა საცხოვრებელი ხო კი მაგის და ეხლა ეს ორი უცხო ადამიანი ერთად ცხოვრობს როგორც კარგი ბებია და შვილიშვილი აი არ ვიცი რა ნუ ეს არის ზღაპრული ისტორიები ჩემთვის და ყოველთვის როცა ვფიქრობ ხოლმე სხვათა შორის მე მაინც შევწყვიტე ფიქრი იმაზე რომ ერთი გადავლა გადავიარე შენზე რა რომ ანუ შენ ხარ ადამიანი რომელიც არ ვიცი როგორ შეიძლება რომ აი ესე ცხოვრობდეს რომ თან კონდეს თავისი საქმეები სუცდილობ რომ თან დაკავებული იყო თქვა სამსახური გქონდეს არ ვიცი ოჯახში არაფერი არასოდეს არაკლიათ ანუ შენს ოჯახს ხო არ ვიცი დედა შენს ყურადღება მამა შენს ყურადღება რომელთა ჯანმრთელობის პრობლემები ცალკე საზიდი და ის გაგიხდა აი არ ვიცი ძროხას რო წველიდი ხოლმე ძროხებს ანუ შენ რო ხო შენ რო აკეთებდი ხო ამას ადრე კიდე უფრო მეტი ყავდა მე რაღაც ხო ანუ ამ ყველაფერშიც რო ეგრე სრულფასოვნად ხარ ჩართული თან ამდენ ადამიანს რო ეხმარები ანუ ჩემთვის ეს ადამიანური შესაძლებლობების მიღმა არის და აი ერთი შოკი გადავიარე შენზე მოკლედ და მაინც რო დავფიქრდები ხოლმე ღრმად ყოველთვის გული მიჩუყდება აი მართლა გეუბნები იმიტომ რომ ეს არ ვიცი როგორ არის შესაძლებელი რა ეგეთ ბრწყინვალე რაღაცებს ქმნიდე და თან სახლი რამდენი გაქაშენებული ეხა ემოციებში ვარ შეიძლება შენ არ დაგაცოთ ვლაპარაკი 8 თუ 9 ანუ ხალხო სახლის აშენება ხა შეიძლება დიდი და ისეთი არა მაგრამ ანუ 50-60 კვადრატზე ნაკლები არც ვიცი 60 კვადრატზე მებოდიში ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია 8 სახლი აშენოს ადამიანს რავი ერთი ვერ აგუშენებია აგრე საკუთარი თავისთვის და შენ სხვა ადამიანებისთვის ააშენე ამდენი სახლი ისე მაინტერესებს არ ვიცი რა კითხობი დაგისვა პრინციპში მაგრამ მაინც როგორ ახერხებ იმას რომ აი ასეთ მიზნებს ასრულებ რა აი როგორ მუშაობს შენი პლატფორმები მოდი ესე ვთქვათ რა ფული როგორ გროვდება ხო რა ვიცი აი მომიყევი ამას იცი როგორ არის დასო როცა სანდო ხარ ადამიანებისთვის დროთა განმავლობაში ნუ ხდები მათთვის სიკეთის წყარო იმიტომ რომ რო წმუნდებიან რომ იცი რა არის თურმე მართლა აკეთებს ვიღაცა მე სულ მოგოსვამ ხოლმე რომ ნებისმიერ დროს ესევე წერ ხოლმე ვინც მე კომუნიკაციება რომ თუ გსურთ შეერთერთად წამოდი და ნახავ რა გზას გავდივართ თან მინდა გითხრა დღე არასდროს არ მაქვს დაგეგმილი რო გითხრა აი რუტინულად ავდებ სამსახურში რანაირად შეიძლება რომ ხო რუტინა მე არ მიყვარს რუტინა შეიძლება იმ მოვლა პატრონება რო ჭირდება იმათთან კონდეს მაგრამ მე არ მიყვარს დღის გაწერა რომ ეს უნდა გავაკეთოს არა მე მომხოლმე ესეც სიტყვებს რომ სადაც ჭირდები ადამიანებს იქ უნდა ვიყო სადაც უფალი მითებს რომ უნდა წახვიდე იქ უნდა წახვიდე იქ და მორჩა და ალბათ მეთქი სულ მოგოსვამობ რომ უფლის წყალობა ის რომ აქამდე მოვედით ჩვენ და ეს მართლა ჩემი საქმეები პირადი საქმეები რაც მაქვს პლუს ამდენი ადამიანი პლუს სოციალური ქსელების მართვა არ არის მარტო 63000 გამომწერი მყავს ერთ Facebook-ს ბლოგზე სადაც აქტიურად TikTok-ზე 86-მდე 1000 კი 86-მდე და მათ უნდა კომუნიკაციაში უნდა იყო მათთან იმიტომ რომ მათთვის ხარ საიმედო ადამიანი და იმსახურებენ რომ მიეწოდოს სწორი ინფორმაციები და გქონდეთ ინფორმაცია ყველა დეტალთან დაკავშირებით იმიტომ რომ მათით ხდება ეს ყველაფერი ადამიანებით არიან ჩართულები ყველა დეტალზე ყველაფერზე აბსოლუტურად რისი გადარჩა ნიკა რისი გადარჩა გალია რის როგორ აქვს სახლი ამ ყველაფერში ადამიანები არიან ჩართულები და ვფიქრობ რომ იმსახურებენ ისინი ნამდვილად ამ ყველაფერს ხო ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ერთ ამბავს კიდევ უნდა გაყვე რა თქო და გალიას ისტორია ბოლომდე უნდა მიიყვანო მერეც კი პერიოდულად შეიძლება შეხსნა და მართლა კოლოსალური შრომა არის საჭირო იმისთვის რომ ნუ პლატფორმები წარმატებით მართო მაგრამ ამაზეა ძალიან ბევრი რაღაცა დამოკიდებული ჩემთვის ახლა როცა შენი ამბები შემომხდება ხოლმე შენი არსებობა ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია მონაწილეობა მივიღო რაღაც კარგ საქმეში და აი ეგ მომოტივირებს ხოლმე რომ პერიოდულად თუნდაც 5 ლარი რავი 3 ლარიც გადმომირიცხავს ხოლმე 10 ლარი 15 ლარი რაღაცა გავიღო თუნდაც ეგ გავაკეთო თვეში ერთხელ ეგ არის შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მივიღო სხვა ადამიანების გადარჩენაში ხშირ შემთხვევაში ხო ეხლა რა მითხარი ესე იგი 8 სახლი ააშენე ბავშვებს ეხმარები ძალიან აქტიურად მაგაზე მინდა რომ მოგაყოლო საშობაო პერიოდში მათ სურვილებს ასრულებ ხოლმე და ვხედავ რომ ამას უკვე რამდენიმე წელია აკეთებ რა აი კონკრეტულად რა სურვილებს ასრულებ ხოლმე ბავშვებს და
უთხრათ ადამიანებს როგორ შეუძლია რომ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა. აი, ხვალ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩემთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება, იმიტომ რომ ამას მთელი წელი გამორჩეულად ველოდები ხოლმე და სწორედ ამიტომ მიყვარს ახალი წელი და მაშინ ხვდები ხოლმე რომ ამ ღონისძიებას რო დავასრულებ, რომ ახლა იცი ახალი წელი ნამდვილად მოდის. იმიტომ რომ ვაერთიანებთ დაახლოებით 200 ბავშვს ერთ საერთო სივრცეში და მათთვის ერთ დავიწყარ დღეს ვატარებთ. და ეს დავიწყარი დღე როგორია? დღე იწყება ფუშეტით, ღონისძიების წყნარი მშვიდი მუსიკით. მე გადავდივართ უკვე ღონისძიების განხილვაზე, თქვათ, მომღერლები, სახელმწიფოები, სიმღერები, რაღაც აქტივობები არის დაგეგმილი, რომ მთელი დღე მიმდინარეობს ხოლმე ეს ღონისძიება და ბოლოს დაჯილდოება. დაჯილდოება აქამდე ვაკეთებდი ხოლმე ესე, რომ ყველა ბავშვს ვაწერინებდი ლაგოდეხში თავის სურვილებს, ვის რა სურვილი ჰქონდა, რა თქმა უნდა ისეთი, რაც შეიძლება ამ ყველაფრის საზოგადოებას რომ აისრულებინა და მე ვუკავდებდი ხოლმე სოციალურ ქსელებში, მაგრამ წელს შევცვალე ეს რუტინული ქცევა და ვთქვი რომ მოდი, ვისაც სურვილი გაქვთ რომ ჩაურიცხოთ ერთ საერთო ანგარიშზე და ყველა სტანდარტული საჩუქარი შევახვედროთ. იმიტომ რომ არ ქონოდათ რაღაცა ერთმანეთთან ის დამოკიდებულება რომ ვიღაცას ნაკლები შეხვდა, ვიღაცას ცოტა შეხვდა და ერთნაირი სტანდარტული საჩუქრები დავაწესით. ვინ არიან ეს ბავშვები? საიდან პოულობ ამ ბავშვებს? ეს უკვე არის ჩემი ბაზა, რომელიც ამ ხრის განმავლობაში მოვაგროვე და ფაქტობრივად მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარ ჩართული, იმიტომ რომ ბავშვები ჩემთვის არის იმდენად მნიშვნელოვანი თემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბავშვი არ უნდა დარჩეს ექსკურსიის გარეშე. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ უსმევ ხაზს, შეიძლება ცუდად გამოდის ლაგოდეხში, იმიტომ რომ მე ჩემი მუნიციპალიტეტია, ჩემი მხარი არის, ჩემი გულის ტკივილი არის, არც ერთი ბავშვი ექსკურსიის გარეშე არ უნდა დარჩეს. არც ერთი ბანკეტის მოგმართავენ ხოლმე ექსკურსიის ფულისთვის? ოღონდ არც ერთი ბავშვს არ ვაჩენმი ამ ყველაფერში. კი, არასოდეს არ იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ბულინგის მსხვერპლი გახდეს კლასელებისგან. არც ეს არ არის გამორიცხული და ამიტომ მირჩევნია ხოლმე რომ დავფარო. ან ბავშვს არ ფიგურირებს. ასე ხო, ეს ბავშვებიც ახლა ცხოვრობენ ლაგოდეხში, ხო? კი, ლაგოდეხში. ეხმარები. კი, ესენიც ცხოვრობენ ლაგოდეხში. ბანკეტის თემაზეც ხშირად აბიტურიენტებს ეხმარები ხოლმე? კი, აუცილებლად ბანკეტის როცა მოდის ხარჯები, სერიოზული თანხებთან არის ასოცირებული. პლუს სწავლის გარასახადი, რომელიც ჩემთვისაც რთული თემა არის, იმიტომ რომ მე მაშინ მაგ დროს როცა მე სტუდენტი ვიყავი, ბებია მიგზავნიდა და ბებიის დახმარებით დავამთავრეთ და საოცარი ბებია მყავს მე და მინდა რომ ეხლა არც ერთი ბავშვი არ დაიჩაგროს და ყველამ შეძლოს ღირსეული სწავლა მიიღოს ქვეყანაში. ღირსეული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მომავალისთვის, თან ლაგოდეხელი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ შეიძლება დაბრუნდნენ აქ, რაღაცა მომავალი შეიქმნან, განვითარდნენ, მუდამ ესწრაფონ განვითარებას და ეს ან მიხარია რომ რაღაცა მინიმალური წვლილი მეც მექნება შეტანილი მათთვის. კი, არა უღმერთმა შეგაძლებინოს. გარდა ლაგოდეხისა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც გეხმიანებიან ხოლმე, ხო? როგორც მოხუცების მხარდაჭერის შესახებ ბავშვებზე. აი, ყველაზე შორი საიდან დაურეკავთ ხოლმე და უთხოვიათ დახმარება? სამეგრელოდან ყოფილა ხოლმე ზარები. ჩემ ტელეფონი ფაქტობრივად არ ჩერდება. ხო, ახლაც შეწერის დროს. სულ რეკავენ, სულ SMS-ები შემოდის და სულ მუდამ აქტიურ ვითარებაში ვართ ხოლმე. სამეგრელოდან იყო ზარები, მაგრამ მე ფიზიკურად ვერ მივიდივარ იქ ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან და თუ შემიძლია ხოლმე პოსტებ, მაგრამ გამოხმაურება არ აქვს, იმიტომ რომ ხალხი მიჩვეულია რომ მე უნდა ვიყო იქ იმ ადგილას, რომ რეაგირება იყოს. და მყავდა აქვე წნორში, მოკლედ წნორს მიგიტკენს და მაღაროში, ზემო მაღაროში ქალბატონი, რომელსაც ლაგოდეხინა პატრონობდი. და სიკვდილის ბოლო დღემდე უპატრონე და მის მერეც ბოლომდე მივიყვანე მოხუცის, იმიტომ რომ ისიც უმძიმეს მდგომარეობაში ვიპოვნე. მეგონა რომ გადავარჩინეთ, აი ძალიან კარგად იყო ყველაფერი, მაგრამ უეცრად რა ვიცი, ეს ქალბატონი მოკლედ უეცრად გარდაიცვალა. და ცალკე ამბავია ის, როდესაც გარდაცვალება დგება შენი მოხუცების ცხოვრებაში, მათი გაპატიოსნება, სასახლიდან დაწყებული ყველა ამ ცერემონიით, ანუ ეგეც სამბური ადამიანისთვის გაკეთებია. არ ვიცი, შოკის მომგვრელია ჩემთვის შენი ეს დამოკიდებულება კიდე, მაგრამ პრინციპში უპატრონოები არიან, ხო, ვისაც პოულობ. თითქმის კი, მაგრამ მე ესეთი წამს ხოლმე, რომ როცა ადამიანს ხელს მოკიდებ და დაანახებ წორგზას, ცხოვრების ბოლომდე უნდა მიყვე. ბოლო წუთამდე, როცა მიწას მიაბარებ. მე მყავდა არაჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც პატრონობდი და სულ
სულ მაქვს ხოლმე აი ის განცდა რომ რაღაცა რა აქ რო გახჩობს. იმიტომ რომ 18 წლის გაფრინდა მოკლედ ამ სამყაროდან. აუ რატო? წყალში დაიხრჩა. ცოტა ხანი ჩავჭრა, მიდეკავენ. გავჩი. არა, თუ გინდა არ გავჭრათ, აბა მედი უპასუხე. მეთქი ტელეფონზეა. კაი. დაიცადე. არ გავჭრათ, მაგრამ რომ მივაყოლო. ხო, всё. არ თუ დროს მიდეკავენ რა. ეხა გირეკავდა და? ხო, და გავმოვთ. კაი. всё. ხო და ეს ბავშვი არის და იქნება ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს და არის ჩემ გულში მუდმივად. არ არსებობს დღესასწაული, არ არსებობს რაღაცა ისეთი, რომ ამ ბავშვის ოღონდ ჩემი სამეგობრო მივდივართ ხოლმე ამ ბავშვთან და აი ბოლომდე მიყვავს ეს ყველაფერი დაწყებული, დაგზავნით, დამთავრებული ამ დრომდე მოკლედ ეს ბავშვი დაიხმარეთ და მე უბრალოდ წყალში გარდაიცვალა, წყალში დაიხრჩა. ხო, ანუ მუდმივად სისტემატურად ვეხმარებოდით ამ ოჯახს და გამორჩეული სიყვარული შეეძლო ამ ბავშვს. რაღაცნაირად აი მეგონა რომ ყველასგან გამორჩეული იყო. მისთვის ნიკა იყო რაღაცა არა ამ ქვეყნიური არსება, რომ შეეძლო რომ ჩაგხუტებოდა უბრალოდ და ძალიან მაგრად მოგფერებოდა. სულ უცხო ადამიანს. შენ ჩემი მეგობრებიც იყვნენ ხოლმე ჩემთან და თან ჩემი მეგობრები არიან ჩართული და მინდა მადლობის სათქმელად მიმართო ამ ყველაფრისთვის, რომ მე ჩემი მეგობრების გარეშე არაფერი არ ვარ. იმიტომ რომ ესე მიდგანან მხარში ესეთი გვერდში დგომა მაქვს და როცა მივდიოდით ხოლმე მასთან ისე მოახუტებოდა ჩემ მეგობრებსაც ხოლმე რომ აი რაღაცა და მაშინ ყველაზე ცუდად ეგ მახსოვს მოკლედ რომ აი ეს ბავშვი რო ტბაში გარდაიცვალა და დაკრძალვის გაპატიოსნების მომენტზე რომ იდგა საქმე და რო გამოვიტანეთ ტანსაცმელები და ასე შემდეგ მივხვდი რომ თურმე ძალიან დიდი რამე დავაკელი რომ მიხვდით რომ ყურადღებას მოდიმათ ვაქცევდი და მოდიმათ თქვა იმ ყველაფერს მიმქონდა მაგრამ მივხვდი რომ მაინც არაფერი არ ქონდა ბავშვს და ჩემთვის ეს კიდევ უფრო მეტად მტკივნეული თემა არის და რაღაცა ისეთი 60? კი 60. ხო, მოკლედ ძალიან რთულია და აი ეს გაპატიოსნებაც რო საკუთარი ხელით იცი ხოლმე მოხუცების ან იმ მდგომარეობიდან გამოყვანის დროს საწოლიდან გადაღა გალიას ისტორიაც შენ მახსოვს თქვი რომ აი მატლები დასდიოდა ოსხეულსო უკვე ისე იყო ანუ ეს ამბები არის ძალიან უჩვეულო რა და რაღაც ადამიანურ შესაძლებლობებს თითქოს ცდება მაგრამ ალბათ ზუსტად ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი და ამიტომაც ხარ ნუ აქ იქნები თუ აქ არ იქნები მაინც შენ ჩემთვის ძალიან შემაგონებელი ვინმე ხარ და არ ვიცი როგორ ახერხებ რომ ეს ყველაფერი იყოს თან შეცხოვრებაში ეს ყველაფერი დაიტიო თან ამის მერე რაღაც ყოფით ცხოვრებაში კიდე რაღაც აქტივობები განახორციელო არ ვიცი რა აი ხელები ამიწევდა და ღმერთმა გაგახარეს იმიტომ რომ იგივეს ჩემს სავში განცდის დროს ალბათ რაღაც წარმომიდგენია რომ შეიძლება ძალიან უჩვეულო იყოს ეს ყველაფერი იცი რა არა დასო უჩვეულო არა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი სასაკეთო საქმეები გვაქვს გაკეთებული გაიხსენე შენც რითაც ჩვენ იდეაში ვიყვებოდით ამ ყველაფრით უბრალოდ მე რაღაცა განვითარება აღარ მოყვა თავი როცა დავიწყე ხო ისე ინტენსიურად ვეღარ მასოქანით თორე ჩვენც ამით ცხოვრობდით ამ სიკეთეებით ცხოვრობდით და მე ჩემი თითოეული ნაბიჯი ჯანმრთელობის კუთხით თქვათ მგონია ხოლმე რომ ეს ამ ბევრი სიკეთეების დამსახურებაა და უფალიც მე მოწყალია ხოლმე ესე დროს დედაზე ხა ჩვენი ხელა დიაგნოზი გადავლახეთ როცა რაღაც სუდი რაღაცებისკენ მივიდიოდით და გვეგონა რომ ძალიან ცუდი იყო უბრალოდ ანუ გაქრა ყველაფერი აი ეს უფლის წყალობა არ არის ცუდი დიაგნოზი უცებ გაქრა რა უნდა დაარქვა ანუ ამ ყველაფერს ეს არის უფლის დიდი წყალობა და სულ უფალს თხოვდი რომ თუ კი რამე გამიკეთებია ამ სამყაროში მე კი დედაზე იყოს ყველაფერი კარგად და მოხდა ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის. ხო, ღმერთი ძალიან სხვანაირად არის კიდე ჩარეული შენს ცხოვრებაში, გამბავიც კიდე. ჩემი მოძღვარი, ჩემთვის იცი რომ ჩემი სულის ადამიანია ეს. ხო, მამა ნიკოლოზი. და მე აუცილებლად როცა დიდ საქმეს ვაკეთებ ხოლმე კურთხევა მაქვს. თუ კურთხევა, კი, დიდ საქმეზე აუცილებლად კურთხევას ვიღებ, როცა სახლში. აი, დიდი საქმეა. სახლის მშენებლობა დიდი საქმეა. მე მაგალითად ახლა ამ დრომდე ვერ მივიერი, რომ კურთხევა ავიღო თავისუფლის მშენებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საოცნებო სურვილი არის ეს რომ ერთად მოვაქციო ყველა ჩემი მოხუცი ეხა ერთი ჩემი მოხუცი პალიატიურ კლინიკაში წევს და ეს იმდენად მტკივა და იმდენად იმდენად განვიცდი ამ ყველაფერს რომ
ერთი სული მაქვს რომ აი გაიხსნას ეს და რატო არა რომ ყველა თოლებს რო ხუჭა და ყველა საერთოდ წრეწრებგი და ყველა ერთად ცხოვრობს და ყო მეც მინდა რომ იმ სახლში ვიცხოვრო რაღაცა ცალკე ჩემთვის მშვიდად ვიგავატარო იქ მათთან ერთად ხო მაგ სურვილის შესახებ ვიცი და პალიატიურში იწევს იმიტომ რომ არა აქვს სამყოფელი ახლა ხო თუ როგორ სამყოფელი აქვს მაგრამ მას ჭირდება გამორჩეული მოვლა ხო იმიტომ რომ მას ყოველდღიური მომლელი ჭირდება მე ვერ ვახერხებ იქ სულ მუდმივად სახლში ყოფნას მასთან და ამიტომ პალიატიური კლინიკა გვაძლევს იმის შესრულებას თან მდგომარეობიდან გამომდინარე იმიტომ რომ საკმაოდ რთული პაციენტია მძიმე პაციენტია და პალიატიური კლინიკა ამისთვის არის რომ რთული პაციენტები მაგრამ მაინც ძალიან მტკივა რომ იქ არის დღეს და რა კი ყოველდღე არ არსებობს ღერო იქ ამასთან არავიდე იმიტომ რომ ჩემთვის ერთი დაძახება მისთვის არის ბედნიერება ხო და სულ ვცდილობ ხოლმე მოკლედ იქ ვიყო მაგრამ მაინც მტკივა ხო მესმის კაი ეხლა ამ თავშესაფრის შესახებ მინდა რომ ცოტა მომიყვერა კი კარგი ხანია უკვე მესმის რომ გინდა აშენება რაღაცა დიდი თავშესაფრის აი ამ დრომდე სად ახარ ეხლა აი ამ გეგმაში ამ დრომდე ვარ ძალიან გაჩერებული მე ხარ მინდა რომ ამდენი სახლი ავაშენე რატო ვერ მივდივარ წინ ვერ ხვდები უკეთ მოკითხავდა ხო ხო ალბათ რაღაცა ჯერ მაკლია ამ დრომდე მისასვლელად თუმცა აუცილებლად სულ რომ წასვლა მომიწია საზღვარგარეთ სამუშაოდ აქ თუ ვერ შევძელი აუცილებლად უნდა გავაშენო ეს ჩემი ოცნებაა რომ ლაგოდეხში იყოს ერთ თავშესაფარი მე თუ არა ვინმე გააკეთოს ამის პრობლემა კი არ მაქვს რა მე წნორში მყავს უკარგესი მოხუცები რომელთანაც თითქმის თვეში ერთხელ ორ კვირაში ერთხელ დღის შესანიშნავ დღესასწაულებზე მათთან ვარ სურვილებს მათაც უსურვებ ისე გვიყვარს ერთმანეთი ახლა შემიძლია კადრები განახოთ გუშინ ვიყავი მათთან საჩუქრები ჩაუტანეთ ემიგრანტების გამოგზავნილი პლუს მეც მომაგროვე რაღაცები და ბედნიერებაა მათთვის ეს ყველაფერი ერთმანეთს ვეიმედებით ამას დიდი ბედნიერება კი არაფერი არ არის ჩემთვის პირადად წნორში კერძოა თუ სახელმწიფო ეს თავშესაფარი თუ იცი სახელმწიფო არის როგორც ვიცი ხო მაგრამ ყავს უკარგესი ხელმძღვანელი ასევე უკარგესი მოხუცები უთბილესი ადამიანები რომლებიც აი სულში მისვავენ და გულში ხო ანუ არ არის დღის კი სული გრჩებიან შენ როგორ გინდა ასე გინდა რომ იცხოვრო ხო ადამიანები კი აუცილებლად სრული მინდა მეც იმიტომ რომ ნახე ჩვენ არ გვაქვს ლაგოდეხში ვის მოფუნება რომ ლაგოდეხში ვიყოს ეს თავშესაფარი მიყავთ როცა ესეთი მდგომარეობა წნორში უკვე 6 თავშესაფარია ფაქტობრივად გადაივსო ხო შეიძლება ითქვას ამიტომ ლაგოდეხში რატო არ უნდა იყოს ერთი ესეთი დაწესებულება სადაც ამდენი ხა პრაქტიკამ გვიჩვენა ჩვენ უკვე ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა რომ საბაზრო ჩვენ გვეყოლებოდა იმდენი მოხუცი რომ ემუშავა ამ თავშესაფარს ხო მესმის აუ ჯერ რო გამოგივა იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გამოგივიდა რაც ახლა ჩემთვის ანუ მაგის მენეჯმენტი რო რავი 8 სახლია აშენ თუნდაც ერთი სახლის აშენების თან პროცესს რო ვაკურდებოდი ხოლმე საიდან იწყებდი მეთქი როგორ ჯერა ამ ბიჭს რო ეს ყველაფერი გამოვა და მე ვხედავდი რომ ვა იქ რაღაცა მუშები ეხმარებიან შენდება ფული ისე ვირიცხება მე რემონტი კეთდება მე ავეჭიშე გაქვთ და ანუ ეგეთი ერთი კი არა აგერ 8 მოხდა და ალბათ ამ თავშესაფარზეც მიუხედავად რომ ყველაზე დიდი ამბავი იქნება შენ ცხოვრებაში გამოვა რა უბრალოდ შეიძლება გზაობა და რაღაცა აქ და ახლა შეიძლება ნაკლებია და რა ვიცი განგებაც ჯერ აყოლნებს არ ვიცი როგორ დგება ხოლმე ყველაფერი როგორ წყდება ხოლმე მაგრამ ჯერ რო ეგ შენ გამოგივა რა და აუცილებლად ერთი мотиваცია დასო რა ვიცი აი მოხუცებულობას როგორ გავატარებ და ეს რა ვიცი ცხოვრება დავიწყო მერე ეცი არის мотиваცია არის ერთი შესაძლებლობა არის მეორე პერიოდია მესამე რაც გჭირდება რომ კონდეს სულ მაქვს ხომ ის განცდა რომ აუცილებლად ვიღაცა გამოჩნდება ვინც იტყვის რომ ერთ დღეს მეტყვის რომ იცრარი აი ამ სახს გითმობ და მოდი გააკეთე გონია რომ ეგ მოხდება აი რაღაცნაირად მჯერა თუ ალბათ ძალიან რომ მინდა რომ მოხდეს ეს მაგიტომ ვიჯერებ მაგრამ რაღაცნაირად გონია რომ აუცილებლად ვიღაცა გამოჩნდება ადამიანი ღვთისმიერი ვინც იტყვის რომ მოდი აქ გააკეთე ამ სახში და თქვა ეს გადავაკეთოთ მოდი ეს სახლი და მე ამას ფულის წყაროთ არ უყურებ. ანუ ეს არ იქნება ჩემი შემოსავლის წყარო. ეს იქნება ის ძალიან დიდი რაღაცა, რის გამოც ვიტყვი რომ მე მართლა მიღირს ცხოვრება და რაღაცა გამიკეთებია ამ სამყაროში თქო. გატაცებული ხარ ამ ყველაფრით, აი გრძნობ რა. ეს არის აი დიდი გატაცება გაქვს რა. აი როცა ამ ყველაფერს აი აკეთებ, ადამიანის მხარდაჭერა. ხო, ეგ თუ არ, ანუ ეგ ან გაქვს, ან არა გაქვს. შეიძლება ითქვას. ეგრე რო ცხოვრობ, ხო?
ძალიან სიღრმიდან ცხოვრობ ხა მაგ ცხოვრებას რა და იმიტომ მე გადაგაქვს აი ამდენი რაღაც და მართლა რა ვიცი ჩემს ეს თავდადება რაღაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი აქედან აი ჩემიდან ესე ჩანს ეს ყველაფერი რა იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და შენ რა ვიცი ამით ძალიან ცხოვრება ნუ ქსიამოვნებს კიდეც რო ადამიანს ასე ეხმარები ჩემთვის ის ბედნიერება არის რომ ვიღაცას დააჯერებ რომ თქვენ კარგად იქნებით რა ან ზოგადიღიმებს უბრალოდ აი გონია ხომ რომ მე სულ დალოცვილი ცხოვრებით დავდივარ და ის დღე ხა კმაყოფილების განცდა კმაყოფილების განცდა რომელია ძალიან დიდი მაგრამ ამ ცუდათაც ხდები ახლა მე მქონია ხოლმე რომ აი კიდე მითქვია კი მქონია ის რომ აი ახლა მე მქონია ხოლმე რომ აი ვეხარ გაუძლებ ამ ყველაფერს მორჩა დასრულდა ყველაფერი დამთავრდა მაგრამ არა მეორე დღეს ისევე იმ შემართებით ვარ ხოლმე რაც პირველ იმაზე ვიყავ სტადიაზე წლების წინ გნახეთ ცოტა კრიზისში იყავი და მაშინ გონი იმიტომაც რომ დედას ამბავიც დაემთხვა რაღაცა ეს სირთულეები კი და ძალიან გატეხილი იყავი და ფიქრობდი რომ აი რაღაცა უშენება ვეღარ შევძლო და ასე შემდეგ მაგრამ ღმერთმა მოგცა ძალა და ძალიან მიხარია რომ ასე ხდება ვინმე გირეკავს რას ვიზარდე აუ რამდენსა გეხა შენი ნომერი ამ ქვეყანაში ხო მოკლედ იმ დროს ვნახე როცა ცოტა კრიზისი გქონდა მაგრამ ეხლა ძალიან სხვა მდგომარეობაში გხედავ და ალბათ ხო გადაიარა აი ამ ემოციებმა და შეგვიძლია რომ რაღაცნაირად ეს შენი ცხოვრება შეიძლება შენი მისიაც არის არ ვიცი როგორ უყურებ ამ ყველაფერს მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ქსიამოვნებს და ხო ვაპირებ რომ რაღაც კარგი მოხუცებულობა გავატარო რა გთხოვ ააშენე ეს თავშესაფარი შევეცდები ხო მე რაღაცა ვიჩუჩუნოთ მოხუცებულობაში მე კი ახლა შენზე დიდი ვარ მაგრამ არც მაინც თავის არც ძალიან დიდიც არა ვარ ხო სადღაც 10 წელი ხო სადღაც 9 წელი ხო 9 წელი მაგარი იქნება ლაგოდეხისთვის ახლა მინდა ერთ სიახლეზე ვისაუბროთ რომელიც შენს ცხოვრებაში უკვე სექტემბრიდან არსებობს შენ გახდი მასწავლებელი არც მეტი არც ნაკლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვამაყობ ამ ამბით იმითაც ვამაყობ რომ მუშაობ სკოლაში სადაც მეც მუშაობ რას ნიშნავს ეს შენთვის შენ ხარ პროფესიით იურისტი და მოკლედ ახლა უკვე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ხედავ ბავშვებს უზიარებ იმ შენ გამოცდილებებს შენ ცხოვრებისეულ რაღაც დამოკიდებულებებს და მაგალითად ხვალაც იმ ძალიან მაგარ ასე ვთქვათ დღეობაში ბავშვების გახარებაში შენი მოსწავლეების ჩართულები არიან რა რას ნიშნავს შენი ცხოვრების ეს ახალი ფურცელი ეს ფურცელი ძალიან მომწონს მინდა თავიდანვე ვთქვა იმიტომ რომ მივხვდი რომ ვიპოვნე ჩემი თავი და რას ნიშნავს ის რომ ეს აქამდე რაც გამოსწრება მქონია საკმაოდ საინტერესოდ უზიარებთ ერთმანეთს მე და ბავშვები ამ გამოცდილებას და თან ვახერხებთ ხოლმე იმას რომ ეს ყველაფერი უბრალოდ რაღაცაც პრაქტიკაში გადავიტანოთ მაგალითად ვისწავლოთ ერთად გუნდურად მუშაობა გახდეთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ჩვენი რაიონისთვის და რაღაც პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე და მინდა რომ გაიზაროს მასშტაბი ჯერ ახლები ვარ ამ საქმეში მე თვითონაც ახალი ვარ და აი გამოწვევის წინაშე ვარ მაგრამ მივხვდი რომ ძალიან მომწონს ეს ჩემი პროფესია არის და იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს გავაგრძელებთ კარგად ლამაზად და ჯერ ამ ეტაპში ძალიან ყოფილი ვარ როგორც ნიკა მასწავლებელი პროფესიით და თან იურისტი მომწონს კიდევ რომ ესეთ კარგ სკოლაში მოვხვდი თან ჩემი ევროპული სკოლა რომელიც მიამაყება მოკლედ რომ ხო რაღაცა კარგად გამოჩნდა თავისკენ იზიდავს ხოლმე ეს სკოლა და ძალიან გამიხარდა ეს გადაწყვეტილება ზუსტად ვიცი რომ ბავშვებს აი ამ ღირებულებებს გაუზიარებ რაც შენ თვითონ გამოცდილებაში დანერგე და აპრაქტიკე და მივხვდი რომ ასე ჯობს და ვფიქრობ რომ მშობლებსაც ძალიან უხარიათ რომ შენ მათი შვილების მასწავლებელი ხარ და კონტინგენტის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტ ბავშვთან მოგიწევს იმიტომ რომ სამოქალაქო განათლების სწავლა იწყება მე-7 კლასიდან თუ არ ვცდები ხო და ამიტომ ჯერ რამდენიმე ბავშვთან გიწევს ურთიერთობა მაგრამ რომ შედეგიანად მე ვფიქრობ რომ შედეგზე გავედით საბოლოო ჯამში და გავდივართ კი სულ ვადევნებ თვალყურს რაღაცებს და ყოველთვის რაღაც საინტერესოს თავაზო ბავშვებს საგაკვეთილო პროცესის დროს გისურვებ ამ მხრივ წარმატებას. მადლობა დასა ძალიან დიდი. ნიკ, ძალიან ბევრი რაღაცის საუბარი შეიძლება, იმდენი ისტორია და ამბავი გაქვს ამ ქველმოქმედების პროცესში. თუმცა ყველაზე მთავარი ჩემთვის არის შენი, აი წეგანაც გითხარი, აი ეს
სიღრმისეული დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი. შენი ეს გატაცება, შენ ხარ გატაცებული იმით, რასაც აკეთებ. მოგწონს, გიყვარს ადამიანების მხარდაჭერა. და სრულფასოვნად ხარ ჩართული ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც, რა ვიცი, გვამს გააპატიოსნებს, ადამიანი, რომელიც თვითონ დაბანს იმ დაუბანელ მოხუცს და გამოჰყავს იმ მდგომარეობიდან, არ ვიცი, მასთან ცხოვრებას გააგრძელებს და ურთიერთობას გააგრძელებს, სახლებს აუშენებს და არასოდეს არ გაწყვეტს ურთიერთობას, ეს არის ცხოვრების წესი. ანუ შეიძლება ვიღაცები ქველმოქმედებენ და ღმერთმა ყველა გაახაროს კეთილი საქმისთვის, მაგრამ შენ ამ ყოფრით ცხოვრობ და ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა გისურვო რომ წარმატება, სულ უფრო მეტი ადამიანის გახარება მინდა რომ შეძლო, მაგრამ ასევე გისურვო რომ რაც დრო გავა ჩვენ ქვეყანაში, ეს სულ უფრო ნაკლებ ადამიანს, ბავშვს, მოხუცს დასჭირდეს. მეც ამის ვჭერა და აი ყველაზე ბედნიერი ვიქნები რომ მე რომ ვიტყვი რომ გავჩერდი საქმე აღარ მოგვს. აი ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. მესმის. ძალიან დიდი მადლობა ტასო შენ რომ ესეთი თემებს შევეხეთ, რომ ჩემთვისაც რაღაცნაირად სენტიმენტალურიც არის, თან ბედნიერი მომენტებიც მეახსენდება და გავიხსენე და მადლობა მოკლედ ამ ლამაზი დღისთვის შენ. მადლობა შენ ჩემთან სტუმრობისთვის. წინ კიდევ ბევრ საინტერესო ამბავში შეიძლება შევხვდეთ. მათ შორის პოდკასტის ფორმატშიც ღმერთმა გაგახაროს. გაიხრეთ, მადლობა. მიყვარხარ. დაგემშვიდობებით ამ რუბრიკაში ყოველთვის ძალიან ღირსეულ ადამიანებს მოვიწევთ ხოლმე. ფაქტით სახეზია. მადლობა. აბა